Introducing first fighting out to the blue corner, a mixed martial artist with a professional record, 1 win, no losses. He stands 167 centimeters tall, weighs in 61.2 kilos. Fighting from Yerevan, Armenia, representing Petrosian Dojo FC, Melkon Melkonian! Fighting out of the red corner, a mixed martial artist with a professional debut. He stands 178 centimeters tall, weighs in 61.2 kilos. Fighting from Borjomi, Georgia, representing Guram Fight Club, Nico Iron Leg Gurdanidze. And when we actually begin to refer the cage, Mr. Raul Zanoni. ნიკოლოზის მეცახელია Iron Leg, რაც ნიშნავს რკინის ფეხს და ვნახოთ ძალიან კარგად გრძნობს Muay Thai-ს და შესაძლებელია ვიხილოთ კიდევაც ფინიშია ახლა ძალიან კარგი მარცხენა კიკი. კარგი ბრძოლა გადააბა მარჯვენა, კარგად გრძნობს. კურტანიძე დგომს, მე აღნიშნე და დარწმუნდება მაყურებელი ამაში. უკვე მეორე კიკებია, მაგრამ ხა არ უნდა გაეპაროს, არ უნდა გაეპაროს. მელკოიანს ძლიერი დარტყმები აქვს, მელკოიანსაც ეგრევე ეტყობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ნიკოლოზმა ესევე უნდა გააგრძელოს, როგორც დაიწყო. უბრალოდ ეს მეორე ნომრის ჩართვა აღარ იყო საჭირო, დაიწყეს. აი ხო კარგი გაატარა კურტანიძემ. მარცხენა ჰუკი და ეხა ფეხით ლამის მოწყვიტა მელკოიანი. 6 წელია განსხვავება, ხა უყურე ეს კურტანიძე არის 20 წლის. პატარა ბიჭია ჯერ შედარებით 26 წლის ის მეტი გამოცდილებით არის. საკმაოდ შვიდად გამოიყურება. სომეხი ათლეტი არ უნდა იჩქაროს კურტანიძემ. უნდა ემუშაოს წერტილოვანი დარტყმები, კარგი შევიდა წელში, აი ფიზიკური ძალით, თუმცა აეჯახა. თუმცა კარგად იცავს კურტანიძე თავს. კი, აი უკვე ფიზიკური ძალის გადატეხვა იქნება, იმიტომ რომ ხელები შეკრული აქვს უყურე სომეხ სპორტსმენს. აი ხა გაუშვა ხელები, ხა კიდე შეკრა. თავი არ უნდა დაწიოს. თავი არ უნდა დაწიოს, შეიძლება მუხლი გაატარო მაგ დროს. დიდი სიფთხილეა საჭირო cage control-ის დროს. შეუძლია რომ მარჯვენა ხელით ემუშაოს თავში ცოტათი მიარტყას. ძიმე პრესინგი აქვს სომეხ სპორტსმენს. კი, მაგრამ აი მარჯვენა ხელით ტყუილად აქვს უყურე. აი ხა სულ ტყუილად მარჯვენა ხელით არაფერს არ აკეთებს. აი ხა შეუძლია რომ მიარტყას სახეში. თითქოს იდავს უდებს ხელები რომ გააწყვეტინოს, მაგრამ აჰა გაწყვეტა ხელები. ხა ისევ ხელებს აწყვეტინებს. მე რა ხდება? უნდა შემოატრიალოს. აი კიდე გააწყვეტინა. ეხლა რა? შემოატრიალოს, შეიძლება ჰუკები იღლების აღება შეგინდა და შემოტრიალება. ეს უნდა გამოიყენოს. აი ეგრე დაატრიალე, არა, რესკათ უნდა დაატრიალო მან. იღლებში უნდა შეხვიდე და დაატრიალო, როდესაც გაწובה, ანუ მოწინააღმდეგის ინერცია უნდა გამოიყენოს შენ სასარგებლოდ, აი ეს მომენტია ხოლმე ხშირ შემთხვევაში. და მუხლის დარტყმაც შეიძლება. აი ხა მხარე შეცვალა და იმედია უკეთესად გამოუვა, მხარე შეცვალა, მაგრამ ისევ ხა ისევ მარჯვენა მხარეს. ხანდახან მუხლის დარტყმებით რომ დისკომფორტი აგზნობინოს მოწინააღმდეგეს. კოჭი არ უნდა აიღოს. მაღლა უნდა ამოწიოს. არ უნდა იღლებიდან უნდა ამოწიოს კურტანიძემ, აუცილებელია ხა იღლების გაკონტროლება. აი ცოტა უნდა ჩაუჯდეს ამ დროსაც ის რო იკუზება, ცოტა მუხლებში თვითონაც რო ჩაუჯდეს უკეთესია, იმიტომ ძალიან დაბლა უშვებს. მოგვერდის გაკეთება უნდა უყურე? აი და არ გამოუვიდა სავარაუდოდ. არ გამოუვიდა, არ გამოუვიდა. კარგად დაიცვა ნიკოლოზმა თავი. აი ხა უშუალოდ თავის კუთხესთან არის, საიდანაც მიიღებს, მითებებს. იგზნო მელკოიანმა რომ ერთ-ერთი უპირატესობა იქნებოდა ჭიდაობა და მიყვება გეგმას. ფიზიკაშიც ჯობია, ფიზიკურ ძალაში აგერ დომინირებს.
აწვება, მაგრამ ეს ფიზიკური ძალა კარგია, აწუხებს. რამდენი ხანი ეყოფა ესე მიწოლით სომეხ სპორტსმენს ფიზიკური ძალა, მე არ ვიცი. თუ ჩვენი მანამდე არ მოტყდა კურტაიძე, მაგრამ მე ეჭვება, რავი, რატომღაც, იმიტომ რომ გამოიყურება. კი, იმიტომ რომ მელქოიანი მეძალას ხარჯავს და ჰაერში უშვებს. ხუთში გაატარა ნიკოლოზმა. აი ამას ვამბობდი, აი ეს ხელი. აი არ უნდა ჩაყოჩა და შეიძლება ყველაფერს დროზე დასრულდეს. აი ეს არის. ერთი კარგი აფეთქება უნდა. აი მუცლიდან როგორ ჩამოვარდა, მაგდროს ეგრევე ფეხები უნდა შეკრა და დაიწყო მერე საქმის კეთილი. ძალიან კარგი შესაძლებლობა. დავკარგეთ. ძალიან კარგი დავკარგეთ, ეს რაუნდი ესე დამთავრდება. კი, აღარ იქნება უკვე. არ უნდა აწევნოს ფეხები, თავი უნდა ამოგლიჯოს სამკუთხედზე ცდილობს გადასვლა სომეხი სპორტსმენი. შეიძლება გასვლევაც. აპკიკია სახიფათომან. აშკარად გამოცდილია მელკოიანი ყველაფერს გძნობს. აი ხარ უნდა ჩაყვემან, არ უნდა ჩავარდება. კიდე ფეხებს შუა მოხდა, ეგრე გადააყრევინე გვერდზე ფეხი. ახლა საიტი არა ბატერფლაი გარდი გვაქვს. ნიკოლოზი კაი ბიჭია, მაგრამ ტყუილები არ იცის ბრძოლის დროს როგორ ჩანს. ახლა შეიძლება უნდა წამოდგეს ნიკოლოზი, უნდა წამოდგეს, გაიმართოს და იქიდან გააკეთოს ძიმედარტყმებს რაღაც. კი ბატონო. 10 წამი დარჩა და რისკად გასროლდა. ეს რაუნდი გავიტანეთ პრინციპში ჩვენია. როგორც არ უნდა ეს იყოს. რაუნდი კი. საკმაო უპირატესობით. კი, კარგი უკეთ. გავქვითეთ, თუმცა დიდი რისკის ხარჯზე. სისხლს ხედავ. მე ვფიქრობ, რომ მელკონიანის შუბლზე და თავი აქვს შეიძლება გატეხილი, ან შეიძლება იდაყვი გაატარა. კი, ან ნიკოლოზის სისხლი აქვს ეს. ეხლა თავია გატეხილი. თავია გატეხილი. სომეხ სპორტსმენს რაც უპირატესობას გვაძლევს აშკარად. აი კეთი პატარ-პატარა სისუსტეები, ბენეფიტები უნდა გამოვიყენოთ, აუცილებელია. და შეუძლია ზოგადად კურტანიძეს გომში დაასრულოს ეს ბრძოლა. თავარია დისტანცია დაიჭიროს, იგრძნოს დისტანცია. კარგად დაიცვა, რაც შეგვიძლია ვთქვათ, კარგად დაიცვა თავი გალიასთან და კონტრი გაუკეთა მოწინააღმდეგეს და მოყვა მაუნტზე. რა ძალიან მაგარი იყო, უბრალოდ აი მეორე რაუნდი დაიწყო. შესაძლებლობა და ეხლა გასვლებში არ უნდა წახვიდე. ეხლა ემოციების კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმის MMA დებიუტია, თუმცა როგორღაც უნდა დამშვიდეს კურტანიძე და გააგრძელოს, მიყვეს გეგმას. ყველაფერი აქვს მას იმისთვის, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დაასრულოს. ეხლა კარგი გაატარა ხვიჩი. კი, და კიდევ კარგი რომ პასუხს უბრუნებს რა, და უყურე სომეხი სპორტსმენი დატენილია ნოკაუტზე ნადირობს აშკარად. ახლა კარგი ტეიქდაუნი, ბრავო! საუკეთესო იყო, აი იგრძნო. თავისივე ილეთზე დაიჭირა და გაუგზელა, დაატრიალა და თვითონ ამოიტრიალა. არ უნდა მისცეს არბარი. აი და ხურყავს პირდაპირ სკვირპირში. კარგად ჩაარტყა ორჯერ იდაყვის სხვათა შორის გამოჩნდება ეგ მე. არბარზე მიდიოდა მელკონიანი. არ მიუშვეს. შუბლის გაუტეხა, ეგ ხო გითხარი იდაყვი კიდე. და რატომაც არ ეხა ნიოზებელი შეიძლება და გადავიდეს მაუნტზე. აი სამკუთხედზეა ეხლა. აი ხა ეგ ხელი თუ გაუტიშა. სამკუთხედით შეიძლება. ეგ ხელი თუ აი არ გაუტიშა ბოლოს. გადავიდა მაუნტზე, რაც ძალიან კარგია. შესანიშნავია. არ გაჩერდება ეგრე ნიკოლოზი დაუწყებს წმევას ეხლა უეჭველი, გასწორდება და დასხებს უყურე. აი ხა კარგი დარტყმები უპასუხო. შეიძლება ყველაფერი დასრულდეს ვადაზე ადრე. აი კიდე გაექცა ფეხებიდან რა უბედურება. მელკონიანს მოუჭირე ეს ფეხები და მე ურტყი რა, აი მე რამდენეთ მოხდა ეგეთი რაღაცა. გარჩი გადაიყვანა ბრძოლა. აი ხა კარგი აფეთქება. თელი პოროხი დაცალა. აუცილებელია სერიის გაკეთება 2-3-იანი. თუ გვინდა რომ აი ხლა ხალხი სკანდირებს წითელი კუთხეს კურტანიძის სახელს, რაც ამხნევებს მებრძოლს. ორი წუთი და 40 წამი დარჩა დაახლოებით
მეორე რაუნდის დასრულებამდე იდაყვი ხელი თავი ჩაუყო კი აქედან არ დაიხშობა ვიცი მაგრამ დრო გაყავს ისვენებს თუ რა ხდება ეგ ვერ გავიგე აი ეს პოროხი დახარჯა ბევრი მუცელზე რო გადააჭდა და ორივენი მაგ დროს მოკვდნენ თუ აკვირდები ორივე დაიღალა მაგ დროს არ და წინ არის ფაქტურად რაუნდ ნახევარი მნიშვნელოვანია ძალების დაზოგვა აი ახლა მიდის ის დაზოგვა ზუსტად რაზეც ვსაუბრობთ და ის დასვენება შედარებით აი ხა კარგი აფეთქება ნიკოლოზის შესრულებით მაგრამ ნიკოლოზი ამ დასვენების დროს ძალიან საშიშია თითქოს მუშაობს ნელა და მე უცბად გამოხდება და იდაყვით. აი, კარგი გაკეთდება თუმცა ლამის ზურგი დათმო. დაღლილზე ტყუილები დაიწყო სხვათა შორის და კარგად გამოსდის. აი, ხლა ჰამერფისტების მცდელობა. ძალიან საშიშია კურტანიძე ყველა ასპექტში. მოკლე დისტანციაზეც ძიმე იდაყვებს იქნევს. უჭირს სომეხ სპორტსმენს მისი შეკავება, ფაქტია. ვერაფერი ვერ დაუპირისპირა, ფაქტიურად მეორე რაუნდი იწურება კურტანიძის ენერგიას, აი ხლა არ ჩერდება დაბლიდან მაინც არ უნდა მოეშვეს, ნიკა უნდა გარტფასი უნდა გააკეთო, აუცილებელია, აქედან გარტფასი უნდა გადავიდეს. აქტიურობს სომეხი სპორტსმენი. აი მანერულ სტილში მიყავს, დომინირებს ნიკოლოზი ზევიდან მელქონიანიც დაიღალა. დიდად გაქცევას აღარ ფიქრობს, აგერ ფეხები ჯვარედინი გააკეთა, ეხლა გახსნა ამ წუთას. და ორივენი ერთმანეთს ნელ-ნელა უპარტყუნებენ ზევიდან დაბლიდან. უბრალოდ ზევიდან ჩანს, რომ დომინირებაა და ეს რაუნდის გავიტანა. აი ხა, საშიშია სომეხი სპორტსმენი, მან თუ აიტანა ფეხი საკუთრეთ შეკ. არ იზავს, არ გააკეთებინებს, აღარ გააკეთებინებს მაგას. იმიტომ რომ თავიდან მეგრძნობდა ეხლა ეს ნიკოლოზი და ეხლა დაიღალა უკვე. მით უმეტეს რაუნდის მიწურულს ძალიან რთულია. ეხლა წამოაყენებს. მორჩა ეს ბრძოლა. ეს რაუნდი. მეორე რაუნდი დასრულდა. ჩვენი გამარჯვებით გაძაბული მოვიგეთ ეს რაუნდი, რასაკვირველია. გაქვითა კურტანიძემ, თუმცა წინ არის ძალიან რთული მესამე რაუნდი. მელკონიანი არ გამოიყურება დანებებულად. არა, დანებებულად მოგებას აპირებს და ცდილობს მაგრად, სხვათა შორის მაგარი ბიჭია. უბრალოდ ნიკოლოზი უფრო მაგარია. არ უნდა დახარჯოს იმაზე მეტი ძალისხმევა კურტანიძემ, ვიდრე ნებისმიერ წამოწყებაში, ვიდრე იმას კარდიო გაუკაჩავს და ეყოფა ზოგადად. სიფხილია საჭირო, როცა ორი რაუნდი მოგებული გაქვს, ცოტა ტემპი უნდა დააგდო, აუცილებელია. აი ხომ მიიღეს კუთხეების მითებები და ვნახოთ მესამე რაუნდში რას შეცვლიან. ჯო კარგად გამოიყურება ნიკოლოზი სხვათა შორის და მელქონიანიც კარგად გამოიყურება. დაიშვენეს კარგად, ესენი კარგად არიან მომზადებულები ორივენი ხარ, რასაც ვამჩნევ, იმიტომ რომ აღდგენა ერთ წუთში აქვს საკმაოდ კარგი. სავარაუდოდ ირსახოთ სიტყობს, იმიტომ რომ სველია ტანზე და მესამე რაუნდი. აი ხლა კარგი ფეხი გაატარა. ნიკოლოზმა აღარ დაიწყო ისევ ის ჩვეულ სტილში, დაწყება შეტევით. პირველი ორი რაუნდი ეგრე დაიწყო, ეგრევე დაეჯახა. მეორე ნომრად, ჭკვიან მეორე ნომრად მუშაობა. აი ხლა კარგი დაარტყა. მოუყია ფეხები, ფაქტიურად მელკონიანი ფეხზე ვეღარ დგას, თუმცა ეს აი ისევ წავიდა ფეხში, მაგრამ ჭიდაობაზე. თუმცა ბოლოს კარგად ამოუსვა კურტანიძემ თავის ტექნიკაზე მელკონიანი ესე ვერ წააქციოს აი ცალი ფეხი რო უჭირავს გამორიცხულია უბრალოდ რომ აი აქედან წააქციოს მაშინ მაღლა უნდა აწიოს და დაადგინოს მაშინ კი რა უკვე თან მესამე რაუნდში არა
კარგად იცავს კურტანიძე თავს. ეხლა კიმურა შეუკრა, შეიძლება დაატრიალოს კიდევაც მანდედან. არა, ის ძალა აღარ აქვს უკვე რა. არც ერთ. აი, კარგად. ძალიან კარგად მისცა იდაყვი, აი, მაგარი. ჩვენ ცხვირწილ მოხდება. აი. ხედავ? და გასლემა. აი ეს არის. გაერთო ძალიან და იმანაც იხელთა დრო, ეხლა უყურე, ეხლა შევხედოთ სომეხ სპორტსმენს. კიდე იდაყვი კარგად ისე. შეიძლება, რატომაც არა. იდაყვებით მუშაობა. აი ეხლა თვაკიდანაც გაიქცა. გალიას და შეიძლება იდაყვებით იმუშაოს კურტანიძემ. კურტანიძე თვაკიდან გაიქცა, ჩათვალე რომ აი ბრავო, ძალიან კარგად მუშაობს. ნახე როგორ უტყავს. ყველა მხრიდან საჯიშია. კი დაბლიდან და მელქონიანი უკვე ზევით აიჩოჩა რომ იდაყვები აღარ მოხდეს თავში და არიდებს თავს, მაგრამ თვითონაც ვერ გააკეთებს დარტყმებს ესეთი პოზიციიდან საქმე მაგაშია. აი ახლა რეფერი მოუწოდებს აქტიურობისკენ. გარდან არ უნდა გაუშვას. გაგუდვაზე მუშაობს, უყურე? გაგუდვაზე ჩალიჩობს, უყურე? ეგე? არა, გამოაცალა ხელი, მიხვდა. მიხვდა ნიკოლოზ. მიხვდა და დამოვიდა, გამოდგა კურტანიძე. იხლის ქვეშიდან გაუძრა და შეიძლება აუ, საჩიაკრევინა ეს ხელი, პროსტა ეგ მითხარი, აი ეხლა რა. ხელი გას, ეს საჩიაკრევინა ეს ხელი. ეხლა თავი უნდა ამოიღოს როგორ გას, ნიკოლოზ უნდა ამოაცუროს თავი, აბარა. ეხლა აღარ უნდა იჩქაროს კურტანიძემ. ეს ბრძოლა ესე დამთავრდება, აი ამ წუთას როგორც გამოიყურება ჩემი აზრით. არავინ აღარც იჩქარებს. გაქცევიდანაც მელქონიანი აღარ ცდილობს, ფეხები ჯვარედინათ აქვს შეკრული. და კურტანიძე ნელ-ნელა ამუშავებს. უმტკივნეულოდ, მაგრამ ქულებს აგროვებს ზევიდან. მიაქვს მესამე რაუნდიც ნიკოლოზ კურტანიძეს. საკმაოდ რთული პოზიციებიდან გამოუძრა, კარგი ჭიდაობის დაცვა აჩვენა. კარგი სტრაიკინგი, ბრავო, დღევანდელ საღამოს ნამდვილად დაამშვენებდა. ფინიში არის დრო, წუთი და 30 წამია და რატომაც არა, შეიძლება ნოკაუტზე ფიქრიც. კარგ მდგომარეობაშია ხა. არ უნდა ჩატოვოს არაფერი ნიკოლოზმა. კი, მაგრამ მაგ ნოკაუტი აღარ იქნება. არც ნიკოლოზი აღარ ცდილობს ახლა. იცის ნიკოლოზმა რომ იგებს. კანი თავი. სომეხი სპორტსმენიც იმას ცდილობს რომ ალბათ დრო რამდენი ხანი დარჩა რომ დასრულდეს დროზე, იმიტომ რომ მოგების შანსი აი ფაქტიურად აღარ აქვს. კურტანიძე იცავს თავს ზევიდან, კინოულიცი არ ყვება, შესაბამისად აიხლას არ მოყვება და აგერ 50 წამის დარჩა და ისე გავა როგორც ერთი წამი ეს 50. შეიძლება ბოლო 30 წამზე. რაღაცა ფიქრის შეიძლება ხო, თუმცა ხა პატარა ბიჭია და ნოკაუტით დასრულება. მაგრამ არ მისცემს სომეხის საშუალებას, მიხდი რა შეიძლება. არ არის ცუდი ბიჭი სომეხიც, რასაც დავაკვირდი. არა, გაუტეხელი ბიჭია და მაგარი გაუტეხელი. ძვის. კი, მაგარი კაი. ნახე ხა დაბლიდან ცდილობს ყოველი შემთხვევაში. უკვე მე ვხსით გაუწია მელქოიანმა და შეიძლება გადაბიჯება, რატომაც არა, კარგი გაატარა. ნახე, საიდან აი ხლა არა, არ უნდა ჩატოვო, რა საკვირველია, ყოჩა. 10 წამი დარჩა. ყოჩა კურტანიძეს ეხლა შეიძლება კატარა. მიკრო აფეთქება. დროს კარგად აკონტროლებდა როგორც ჩანს. და დასრულდა ყოჩა, ღევანდელი. ყოჩა. რიგით მეოთხე ბრძოლა 20 წლის ნიკოლოზ კურტანიძე ნამდვილად დასაფასებელი. შესაძლოა მიულოცოთ ნიკოლოზ მოგონია. ბევრი განხილვა ბრძოლას არ ჭირდება. კი, ნამდვილად ყოჩა. კაი ბიჭი. აი მონდომებული, შეგვიძლია ვთქვა. ყვიანი და ჯერ პატარა და დიდი მომავალი წინ.
After 3 rounds, we go to the judges' scorecards for decision. The judges have scored this contest for the winner by unanimous decision. Nicholas Iron Leg Kurtanidze! მიულოცოთ ნიკოლოს